ჯაჯის ხალხი ვარ 92 წლის 3 იანვარს დიდუბეში 2 თებერვალს ვაგზალზე სამხედრო საბჭოს ბრძანებით მაშინ თბილისის კომენდანტი გახლდათ გელა ლანჩავა სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში თქვენ თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი შედიოდით დაცხრილული მომიტინგეებიდან რამდენიმე ათეული დაიღუპა მათ შორის საკმაოდ ახალგაზრდა ბავშვებიც თუ იცით ამის შესახებ რამე გვარდია მაგაში მონაწილეობის აღებულობდა გვარდია არა ეგ იყო სამხედრო საბჭოს მე გვიცი ეგა კომენდანტი საათი იყო მაშინ თბილისში არც არავინ არ დაიღუპა ერთი ბავშვი შემთხვევით მოკვდა მე გეტყვით რეხუიაშვილი ერთი ბავშვი დაიღუპა ისეც იყო მხედრეონის ბრალი გვარდიას მაშინ დასარბევა გვარდია არაფერს შუაში არ არის სამხედრო საბჭოს კურირებდით თქვენ არა საბჭოს სამხედრო საბჭოს არ მიგო მონაწილეობა არც სების დარბევა გელა ლანჩავა ვისი მითითებით მოქმედებდა 92 წლის იანვარში გელა ლანჩავა იყო კომენდანტი ქალაქს უნდა დაემყარებინა წესს ვისი მითითებით მოქმედებდა ჩვენი მაგას ვამბობ მეც თქვენი მითითებით ამოქმედებული არ მოგამოგეთ აბა წესი როგორ უნდა დაემყარებიეთ მაშინ ბავშვები უნდა დაეხოთ საათ? არა, ბავშვი არ იყო და ერთად 16 წლის მამუკატერიშვილი ბავშვი არ იყო. ერთად შემთხვევით მოგდა. ბავშვებს მიიძახით. რეხუიაშვილი ბავშვი არ იყო 19 წლის რეხუიაშვილი გივიყო. შემთხვევით მოგდა 16 წლის მამუკატერიშვილი ათეულობით ადამიანია ბატონ თელის მე მოგცემცია. თქვენ არ იცით რა გამსახურდია 5 კაცი რომელიც ციხეში დახურეთელი? რა 5 კაცი აქვს? რატო აქამდე არ გითხოვთ ეგ? ო, რატო დახოცეს მაშინ? რატო აქამდე არ გითხოვთ ეგ? ვინა? აქამდე რატო არ გაჟღერებულა ეგ ფაქტი თუ ზუსტად გამსახურდია ასეთ სადისტი იყო და როცა აჯაღა და თელი ციხე და დახოცეს იქ ხალხი. ვინ? გვარები დამისახელეთ? ვინა? გვარები. მაშინ გაიგეთ აჯაღეთ დაფერ და გაიგეთ რა გვარები დახოცეს. ვინ და რა მიზეზით მოკლა? დახოცილი იყო ხალხი ნაცები და ნაბეღვის. ვინ და რა მიზეზით მოკლა? ეგეც დანაშაულია. ახლა ვიგიდასტურებთ, მაგრამ ვერ ვიძახთ არა. ისიც დანაშაულია რაც ისე რა ისიც დანაშაულია რაც სამხედრო საბჭოს მითითებით. ზიად გამსახურდია მგითხარი. წააგო დაიწყო აფხაზეთთან 400 ბავშვი შეეწირათ ამ იმას ომს ზედ გამსახურდია ზემი ვინ დახოცეს ზენი რას ლაპარაკობ არა სხვა არაფერი 92 იანვარში 400 ბავშვი მოკლეს ზედ გამსახურდიას ბრძანებით დაიხოცეს შევიდა იქა რას ლაპარაკობ ზედ გამსახურდია დაიწყო ომი აფხაზეთთან და ოსეთთან აქამდე რატო დუმდით? გინდა ესეც ხო დანაშაულია. დანაშაულია როგორ? თუ გამსახურდია იყო დამნაშავე როგორ? დამნაშავე აბარა იყო. როგორ არ ვეძახეთ ეხლა მაგას. მისი დანაშაულის დამფარავი გამოდიხართ თქვენ. და გამოდიხართ სიცხლის ამასთვის. არ ვეძა ესეთ. შეაშინეთ სხვა და მე ვერ ციხეთ გავაკვირეთ. ვერ დაჭერით და ვერ ზერაფრით.